ამ ნახატზე შემთხვევით არაა გამოხატული ის რეალობა, რასაც იწვევს უკონტროლო კავშირი, როგორ ხსნის ქვედა ენერგეტიკულ ვნებებს და შემოდიან სხვადასხვა სახის დამპყრობლები ამ კარით და მუდმივად გაედინება სასიცოცხლო ძალები. ეს არც ფანტაზიის ნაყოფია. ვინც საერთოდ იცის დედამიწაზე როგორ მართავენ ადამიანებს გაყალბებული ცოდნით, მან ესეც იცის, რომ სექსი არის დასაშვები მხოლოდ გამრავლებისთვის. სხვანაირად დამღუპველია, რადგან ხსნის ჯოჯოხეთურ კარიბჭეებს და დაშვება აქვთ დაბალ ვიბრაციულ არსებს, პარაზიტებს და ელემენტალებს. წაიღონ ენერგიები, ძალები, წყდიადის არსებები, ისევე როგორც სხვა არაორგანულები ადამიანების ენერგიების ხარჯზე იხანგრძლივებენ არსებობას. აქ კი დედამიწის ზედაპირზე მიდის განცხრომი ცხოვრება, გადამეტებული ჭამასმა გართობა ორგიები, რაც სწორედ მათგანაა დაწესებული, ვინც ადამიანებს იყენებს როგორც საკვებს. ხალხმა რომ იცოდნენ სინამდვილე, რასაც სისტემა ასწავლიდა აქამდე, უმალ შეიცვლიდნენ აზროვნებას. ჩვეულებრივი ცხოვრება კლავს, დაბადებიდან ამყოფებს მატერიის ილუზიაში და ადამიანი კვდება მძინარე, ისე რომ არც კი გაუღვიძია. დიდმა სულებმა, სწავლულებმა და წმინდანებმა მოიტანეს ცოდნა, როგორ უნდა იცხოვროს სულმა განსხეულებაში, რომ არ დააბნელდეს და არ დაიღუპოს. ამას ათასწლეულებია უმალავენ კაცობრიობას. ეს არის ასკეტური ცხოვრება, ფიქრების გონის კონტროლი, ენის შეკავება, კვების გაკონტროლება და სექსუალური ვნების მოგვდინება, ვისაც ასკეზის აღება დროებით გართობა. გონია, რომ მერე სანაცვლოდ ვითომ რამე მიიღოს სამყაროსგან საჩუქრების სახით, ან სურვილი აუსრულდეს. ეს კიდევ ერთი დამახინჯებული ეზოთერული ფილოსოფია. ანგარებით რაიმეს მისაღებად არ უნდა იღებდეს ასკეზებს, არამედ სულის გადარჩენა, ვისაც უნდა გაცნობიერებლად უარი უნდა თქვას იმ ყველაფერზე, რაც სპობს და აბნელებს მის სინათლეს და სულს. ან ყველაფერი უნდა დაათმოთ, რაც ეშმაკის ნასწავლი ხრიკებია, ან აზრი არ აქვს ცოტა ყველაფერს და ვითომ გამოღვიძებას. დიდება უფალს.